საქართველოს საპატრიარქოს დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, იკომოსისა და იკრომის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომუმა სპინძლამ. საპატრიარქოს სტუმრობდნენ იკომოსის ექსპერტი ალკივიადის პრეპისი, იკრომის ექსპერტი სტეფან ბალიჩი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პროგრამის სპეციალისტი ირენა კაკე. ხარეებმა მცხეთის ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სივრცითი დაგეგმარება და მცხეთის გენერალური გეგმის საკითხები განიხილეს. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და ამხანაგობა აკოლისის თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდის წევრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ. გილოცავთ ესასწაულს, განვლეს და დამდეგს. ეს საპატრიარქოში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. იყო ჩამოსული იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი. ეს არის კონკრეტულად ამ წლების განმავლობაში მცხეთის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თუ რა გაკეთდა და რა წინსვლა არის ამ სამუშაოს შესრულებაში და შეხვედრაზე იყო საუბარი მცხეთის ისტორიული მემკვიდრეობის და რელიგიური მემკვიდრეობის ერთობლივად სახელმწიფოს, ეკლესიისა და იუნესკოს სპეციალისტებთან ერთად დაცვის შემუშავების გეგმა და ის რომ მცხეთა როგორც მემკვიდრეობა ყველა ერთმად სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს არის საკრალური დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილი, რომელსაც ჭირდება აუჩქარებელი გონივრული გადაწყვეტილებების მიღება ერთად. იყო საუბარი მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის, რესტავრაციის გადაუდებლად აუცილებლობაზე დაწყება, რომელიც ახლა ამ დღეებში უკვე დაიწყება. განხილული იყო მცხეთის გენერალური გეგმის სივრცითი დაგეგმარების საკითხები, რომელიც ასთა სხვადასხვაობას იწვევდა და ამაზეც თანხმობა მოვისმინეთ ერთხმად და საპატრიარქოს მხრიდან იქნა აღნიშნული ის დიდი დამსახურება სახელმწიფოს მხრიდან და იუნესკოს სპეციალისტების მხრიდან ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად მიღებული კარგი შედეგებისა. და გამოითქვა რწმენა იმისა, რომ მომავალშიც მხოლოდ და მხოლოდ ერთად თანამშრომლობით გაგრძელდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის, მცხეთა წმინდა დედაქალაქი მეორე იერუსალიმის კვლევა და მისი დაგეგმარება, რესტავრაცია. იუნესკოს რეაქტიული მონიტორინგის მისიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს მოხდა მისიის წევრების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში. მისი უწმინდესობის თანამოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები მასპინძლობდნენ, დელეგაციის წევრებს ძალიან მეგობრულ და ასთავარია კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა შეხვედრა. ყველა ჩართული მხარე, რაც ეხება მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებას და მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და მათ კონსერვაციას ამ თემებზე ვინც არის ჩართული, ყველა მხარე თავისი პოზიცია დააფიქსირა და რაც აღსანიშნავია, ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ მცხეთის განვითარება უნდა მოხდეს სწორი მიმართულებით, იქნება ეს
ეკლესიის ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები თუ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები, რაც გათვალისწინებულია გენერალურ გეგმაში, რომლის მიღებაც და საბოლოო დამტკიცება იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება, რაც საშუალებას მოგცემს, რომ დავიწყოთ უკვე აქტიურად მცხეთის განვითარების იმპლემენტაცია იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიასთან და იუნესკოსთან თანამშრომლობით დაამტკიცებს უახლოეს მომავალში. საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მონიტორინგის მისია. აღნიშნული სპეციალისტები შეაფასებენ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, კერძოდ მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების მდგომარეობას. ქართულმა მხარემ გავაცანით ყველა დაგეგმილი და განხორციელებული ქმედების შესახებ, რომელსაც ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე, ასევე მისიას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ქართული მხარის მიერ მცხეთაში მოქმედი მორატორიუმის თაობაზე. და დღევანდელ შეხვედრაზე საპატრიარქომ, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების მესაკუთრემ, თავად გააცნო მისიას ის სურვილები და იდეები, რაც მას აქვს მცხეთასთან მიმართებაში. მისიამ საკმაოდ პოზიტიურად მიიღო ეს წინადადებები და ველოდებით მათ შემდგომ ქმედებებს საკითხთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ მისია წარმატებულად განხორციელდება, რადგან ქართულმა მხარემ უკვე შეასრულა გარკვეული ვალდებულებები მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში და იგეგმება გარკვეული ქმედებები, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ ჭრილში იქნება განხილული. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დღეს საპატრიარქოს თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. მხარეებმა საპატრიარქოსთვის ადრე გადაცემული მიჩენის წესით ტყის ფართობების მართვისა და სახელმწიფოსთან ერთად შემდგომი განვითარებისა და დახვეწის სამოქმედო გეგმის საკითხებზე ისაუბრეს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის ხელმძღვანელი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების სამსახურის მრჩეველი დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე კომისიის კოორდინატორი გოჩა არონიშიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2024 წლის 14 მარტს გაფორმდა. სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ. საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მეოფე შიოსა და საქართველოს წმინდა სინოდის წევრებს შორისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბატონ დავით სონღულაშვილისა და სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის. ძალზე მნიშვნელოვანი არის ეგ შეხვედრა, რამე თუ ის წარმოადგენს გაგრძელებას იმ თანამშრომლობისა, რომელიც წლების წინ დაიწყო და მან პოვა განვითარების ახალი ეტაპი 2024 წელს, როდესაც დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ამ მიმართულებებით, ანუ სატყეო და დაცული ტერიტორიების მიმართულებით და
ამ მემორანდუმის დადების შემდგომ მინდა ვთქვა, ჩამოყალიბდა ორმხრივი კომისია, რომელიც ამუშავებს ყველა საკითხს, რაც ეხება იმ ტერიტორიებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოზე არის სახელმწიფოს მიერ გადმოცემული ან მიმაგრებული. არის ეს სატყეო თუ დაცული ტერიტორიების არეალი. ეს მუშაობა მიმდინარეობს ძალზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ მნიშვნელობას ამ თანამშრომლობისა, რამე თუ დღე წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ რესურს, ეროვნულ ღირებულებას და ისტორიულად მოგეხსენებათ, რომ ბევრი ეკლესია, მონასტერი განლაგებული არის ტყეში, განლაგებულია ესეთ მიუვალ და უდაბურ ადგილას და დღეს ხდება პროცესი მონასტრების გაცოცხლების, მონასტრების განახლების და სამონასტრო ცხოვრების აღდგენის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ ერთ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ის არეალი, რომელშიც ჩვენმა წინაპარმა ასე თქვა დაიდო და სიწმინდეს დაუდო სათავე ადგილს ლოცვისა და სიწმინდისა, რომ ეს იყოს დაცული სწორად და ფარგლებში იმ მოთხოვნებისა, რომელიც გააჩნია დღევანდელობას. იქნება ეს სახელმწიფოებრივი თუ საეკლესიო თვალსაზრისით. ამგვარად ეს თანამშრომლობა გრძელდება, ჩვენ მოხარულები ვართ და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სრული ზადყოფნა ამ მიმართულებით სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა. ჩატარდა საპატრიარქოს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული კომისია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის. კომისია მიისჩელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის დღის ერთული მართვასთან მიმართებით, ჩამოყალიბდა და განისაზღვრა ყველა ის საკითხები, რომელიც აქტუალური არის ამ შემთხვევაში და განისაზღვრა სამოქმედო გეგმის ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ შემდგომ ნაბიჯები გადაიდგას, შემდგომი გეგმები დაისახოს იმისთვის, რომ ერთობლივად იმართოს ის უნიკალური რესურსი, რაც არის საქართველოს ტყე. ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ეტალ ალიაშვილმა მედია ცენტრ მთავარში პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, საგზაო სატრანსპორტო წესების დარღვევაზე და გეგმილ რეგულაციებზე, საბავშვო სამგზავრო სავარძლის გამოყენებასა და საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანის აკრძალვაზე ისაუბრა. ეტალ ალიაშვილმა საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა. მინდა გაგაცნოთ სტატისტიკა გასული წლის, რომელიც გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. გაიზარდა საგზაო შემთხვევები 2%-ით, თუმცა საგულისხმოა, რომ 6%-ით არის გაზრდილი ლეტალობა და 8%-ით დაზიანებულთა მოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საგზაო შემთხვევები იზრდება, მაგრამ მეტად იზრდება ზარალი და დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. გზავრების შემთხვევაში საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება არის მნიშვნელოვანი, რომელიც დაახლოებით 80%-მდე ამცირებს და პრევენციას უკეთებს ბავშვების უსაფრთხოებას და ბავშვების დაზიანების რისკს. თბილისში არის მნიშვნელოვანი ის, რომ თავად საგზაო შემთხვევები შემცირდა, მაგრამ შემცირდა დაახლოებით 6%-ით საგზაო შემთხვევები, მაგრამ 24%-ით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. ეს ასევე სიგნალია იმისა, რომ ჩვენ ვიცით სატრანსპორტო პოლიტიკა მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში. ბევრი ქუჩა და ბევრი უბანი გადაკეთდა ისე, რომ ადამიანებზე იყოს მორგებული და ფეხით მოსიარულებისთვის, მათ შორის ველომომხმარებლებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო, მაგრამ რჩება
უბნები, რომლებიც როგორც ხვდებით, კვლავ საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის. მხოლოდ კანონი, რომელიც ზრდის სანქციას, არ არის ხოლმე ეფექტიანი შედეგის მომტანი. ამიტომ ცნობიერების ამაღლება და ამ კამპანიების ჩატარება საკომუნიკაციო კამპანია მოქალაქეებთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი. იმ ცვლილებების პარალელურად, რომელიც მიმდინარეობს, ასევე ინფრასტრუქტურული ცვლილებები და გარდატეხის მოხდენა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, სადაც ესეთი ლეტალური და დაზიანებების შემთხვევები არის, ამ შავი მონაკვეთების აღმოფხვრა და ეს მთლიანობაში ბუნებრივია, ეს არ არის ერთწლიანი გეგმა, ეს არის მრავალწლიანი მოქმედების შედეგი და მიღწევადი შედეგია. ვიცით, რომ ავტოპარკი არის მოძველებული, დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტოპარკი და 5 წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3% არის ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ავტოპარკის გაახალგაზრდავება და განახლება, მაგრამ სწორი მომენტი და სწორი, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო პაკეტი არის შესამუშავებელი და გასააზრებელი, იმიტომ რომ ერთია, ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე და მეორე ასევე ბიზნეს სექტორიც მუშაობს ამ სფეროში და ვთქვათ, რას ვიღებთ, რის ფასად ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული და დათვლილი. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონ პროექტი დიდ სურათს ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონ პროექტს და ამ კანონს აქვს თავისი რასაკვირველია მნიშვნელობა ოღონდ სწორ დროს სხვა კანონ პროექტებთან ერთად. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. სხდომას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის 25 ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის შედეგები. ასევე იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. საუბარი შეეხო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საკითხებს. აღმასრულების სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ იტალიაში, მილანის კორტინაში, ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი დაიდო მივახციეთ წარმატებას, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, შევაფასეთ, რა თქმა უნდა, წარმატებული გამოსვლა ჩვენი ფიგურული მოციქურავების, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სპორტის ამსახურებელი განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, დავსახეთ შენებრივი გეგმები, ძალიან კაია წარმატებები, მაგრამ შრომა ისევ გრძელდება და გვინდა რომ 10-15 წელიწადში სტრატეგიული გეგმა დაიდოს და ეს განვითარდეს და მეტი სპორტსმენი მოვიზიდოთ ზამთრის სახეობებში, კერძოდ ფიგურულ მოციქურავები, რამე თუ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის ბათუმი და თბილისი და სწორედ რომ ჩვენი ახალგაზრდებს მოგუწოდებთ, რომ ამ სახეობაში, ულამაზეს სახეობაში მოვიდნენ და აჩვენონ შედეგები, რა შედეგებებსაც აჩვენებს დღევანდელი ფიგურული სპორტსმენები. მნიშვნელოვანი იყო კიდევ მეორე საკითხი, ალბათ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და გვინდა რომ ჩავატაროთ ფესტივალი. წარმატებული გქონდა ჩვენ ზამთარი და ზაფხული, თქვენ იცით, რომ 15-ზე ჩავატარეთ ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი, ჩავატარეთ 25-ში ზამთრის ევროპის ფესტივალი და სწორედ ამ კონტექსტში გვინდა რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ჩავატაროთ საქართველოს ოლიმპიური ფესტივალი, ეს იქნება ბათუმში, საფრთხეში უნდა ჩავატაროთ ეს ღონისძიება და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, თუ როგორ ჩავატაროთ ეს ღონისძიება და რა თქმა უნდა, მინდა რომ მაღალმთვარე ჩავატაროთ. აღმასკომის სხდომაზე განხილული იქნა ორი საკითხი. პირველი შევაჯამეთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების შედეგები, რომელიც უპრეცედენტო იყო, ისტორიული და ძალიან წარმატებული. იცით, რომ სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოვდნენ სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოებით. კიდევ ერთხელ შევაფასეთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა აღმასკომზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის პირველი ეროვნული ფესტივალის ჩატარების საკითხი. ეროვნული ფესტივალის ჩატარება ემსახურება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მასობრივი სპორტის განვითარებას, მათ შორის საქართველოს რეგიონებში და სპორტის პოპულარიზაციას, როდესაც სხვადასხვა რეგიონი გარკვეულ სპორტის სახეობებში, ახალგაზრდულ ასაკში იწყებენ ასპარეზობას და ემზადებიან იმ დიდი ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელსაც ქვია მაღალი მიღწევების სპორტი. ეს არის საფუძველი
მაღალი მიღწევების სპორტისათვის, ახალგაზრდების წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების მოსამზადებლად. მიულოცავ ყველას ზამთრის 25 წარმატებულ ოლიმპიადას და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მიღწეული შედეგები, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ არც ჩვენ, არც სპორტსმენები და, რა თქმა უნდა, მოვემზადებით მხოლოდ უმაღლესი მედლისთვის, ოქროს მედლისთვის ვიბრძოლებთ შემდეგ ოლიმპიადას.